კარგი, თუ დავიწყოთ. აი პირველი კითხვა, გაესაუბრეთ თუ რამეს, ქონდა თუ რა კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით? ანუ რაც შეეხება იმ ინიციატივას ჩვენ შევედით აქტიურად და ეს უნდა დადგეს ბიუროზე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ინიციატივა არ იხილება მარტო სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტზე, ჩვენ მინდა საკითხი დავაყენოთ და პირდაპირ შედის მერე სესიაზე. რა თქმა უნდა, აქ იყო იურიდიული დეპარტამენტი, რომელსაც გაიარეს საკითხები და თავიდან ბოლომდე შესწავლილი აქვს. ეს საკითხი შენება ბიუროზე, ბიურო მერე დაავალებს იქ არის წამყვანი კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ იქნება მსჯელობა. ამის მერე გადის უკვე პლენარულ სტოლაზე. და აქ ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს არ შეიძლება, ეს არაკონსტიტუციურია მაგალითად, ან კიდევ საკითხი იქ, რომ იცით რა ამის ჩარევა, პირდაპირ ჩარევა, ეს არის ელემენტარულად იცით რა ფრაზეულობაა, არაფერი არ წაუგითხიათ, ისე საუბრობენ სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, თუ ნახავთ თქვენ რა კანონზე საუბრობთ და რა არის წარდგენილი, ელემენტარულად აქ არის გაშიფრული მიზნები, ამოცანები და ძირითადი არსი რა არის ამ კანონის. ეს ყველაფერი არის განმარტებით ბარათში კეთდება ესეთი წესია და შედის მერე შემდგომ ბიუროზე ურთული და შენების სრულობა ენიჭება. ის რო ელემენტარულად დამოუკიდებლობის საუბარი მე მინდა შემოვიფარგლო თუ ავიღებ ჩვენ სპორტის კანონს, აი კაი სპეციალად ამოვიღე მეათე მუხზე რო საუბრობთ მე-6 პუნქტი, სადაც უნდა დაემატოს პირველი და მეორე პრიმა მუხლები. აქ არსებულში წერია საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. ეს ახალი გამოქვეყნებულია თქვენი სრულების შევიტანეთ აქეთ ეწერა კულტურისა და ძეგლთაცვის სამინისტრო თურქულ აღძრულ ვარიანტში, ეს უკვე ახალი მაცნეში გამოქვეყნდა და შევიშევა ძალაში და უკვე ახალი როცა იქნება ჩვენ კომიტეტზე განხილვა ამ რედაქციით შევა ეს ყველაფერი. და რაც შეეხება ამ აღნიშნული კრიტიკის შემდეგ, რომელიც მოჰყვა ამ ყველაფერს, ხომ არ ფიქრობთ, რომ გადაიხედოს ეს კანონ პროექტი და ხომ არ შევა რაიმე ცვლილებები მასში? აუცილებლად შევა ის საკითხები თუ რომელიმე პუნქტი, რომელიმე მუხლი მაგალითად არ შეესაბამება კანონმდებლობას, იგივე ჩვენი ვიზახი დიდ კონსტიტუციაზე ვიზახი ჩემი მოდერნ სამოქალაქო და ასე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაიხვეწება და შემდგომში მე თუ საჭირო იქნება შესწავლდება. ისო ამ კანონპროექტზე შექმნილი არის ჯგუფი და მუშაობს. ეს ჩვენი ხა ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენ გვეჩქარებოდა და აუცილებელი იყო, პირველი იყო, რომ ტექნიკური ცვლილება შევიტანეთ ჩვენ, გასვათ თქვენ, რომ იქ ეწერა კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო. შევიტანეთ ცვლილება, უკვე რაც გაჩვენეთ თქვენ უკვე არის ცვლილება შეტანილი გამოხდა მაცნეში, ეს სავალდებულო და ის სავალდებულო უბრალოდ რასაც ჩვენი ფედერაციები ვერ ახერხებენ და ყოველთვის არის ჩხუბის და იმის ახალმაყალის საფუძველი ის საკითხი, როდესაც არის საუბარი არჩევნებზე, ამად თუ იმ პიროვნებას უნდა კონდეს თუ არა კეჭისყრაში მონაწილეობა. აქ ორ საკითხად პირველ მუხში გითხარით თქვენ, რომ პირდაპირ ეროვნული სპორტული ფედერაცია უმაღლესი ორგანო არის ყრილობა, რომლის შემადგენლობაში ერთ არანაკლებ 3/4-ს უნდა წარმოადგენდეს სპორტული ორგანიზაციები. ამაში რა არის ცუდი? ერთი საკითხი. მეორე საკითხი, როდესაც ჩვენ ვიზახით, რომ და გავდივართ მეორე პუნქტზე და ვიზახით საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე გეკითხებით. რა თქმა უნდა იყოს. რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, არ უნდა ქონდეს უმაღლესი განათლება, თქვენ კიდევ თუ ჩარევა თუ არის მე წამოვიყენე საკითხს პირდაპირ გეუბნებით, რომ საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას. თუ სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებს და თუ არის ვალდებული მაგალითად, რომ ანგარიში ვალდებული იყოს კიდევ ფედერაცია სამინისტროსთან. მე გეკითხებით აქ ელემენტარულად რა ჩარევა, როდესაც ჩვენ ვიზახით, რომ გაუმჯობესდეს მენეჯმენტი. უფრო კაი სამუშაო პირობები შეიქმნას. ჩვენ ამ საკითხებზე ახლა ელემენტარულად რა თქმა უნდა გავშლით, აქ არანაირი არაკონსტიტუციური, არაკანონიერი არაფერი არ არის და ჩვენ ამას რა თქმა უნდა თავიდანვე ვიზახით და მე მეთანხმები ზოგიერთ ადამიანს, რომ რა თქმა უნდა ჩასწორდეს, რა თქმა უნდა იყოს საზოგადოებასთან მეტი საუბარი იმ თემებზე, თუ აინტერესებთ არა იმ ადამიანებს, რომელსაც ჩასაფრებულები არიან და რაღაც უნდა თქვა. ეს ადამიანებს რა თქმა უნდა არ მიუწევთ ყურადღებას ჩვენ საქმეს მაინც გავაკეთებთ.